გამარჯობა, ჩამოვედით გურჯაანში, რომ ჩვენს ერთ-ერთ გამარჯვებულს ვეწვიოთ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოიგო ფრანგული კომპანია პელენკის ელექტრო სასკლავი მაკატელი C35. ბატონი თამაზი თავის ვენახში გველოდება, კარდენახში და მოდით ვეწვიოთ ბატონ თამაზს. გავედით. ესე იგი, კარდენახში ჩვენ ისტორიულ ქიზიყში ვართ, უბატონო მხარეში. და რამდენად სწორია არ ვიცი ეს ამ სოფლის სახელის ეტიმოლოგია, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კარდენახი, რაღაც სახეცვლილი სახელი არის კარგი ვენახის. ხო და მე მგონი ახლა ბატონ თამასთანაც კარგი ვენახი დაგხვდება ნამდვილად. აი ეს ძალიან მიყვარს ხოლმე, როცა მიდიხარ გზის პირას და ყველა გოჯი მიწა დამუშავებული რო ჩანს. გამარჯობა ბატონო თამას. როგორ გძანდებით? მოგესალმებით, კარგად. როგორ ხართ? მადლობთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავი პრიზის მოგებას და მოკლედ ძალიან შესანიშნავად გამოიყურება თქვენი ვენახი და გვიხარია, რომ ასეთი კარგი ვენახის პატრონმა მოიგეთ მნიშვნელოვანი პრიზი თქვენი ვენახისთვის. მეც ასევე მადლობელი ვარ. ესეთი აპარატი არ მქონდა სასხლავი აპარატი და მეც ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ალბათ ესეთი, რომ მეც გამიადვილდება ამის მერე გასვლა და ყველაფერს გაკეთება. ეხლა მართალია სკოლის სეზონი არ არის და ჯერჯერობით არ დაგჭირდებათ, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს თქვენი მოგებული პრიზი. იქამდე თუ შეიძლება თქვენ შესახებ ორი სიტყვით რომ მოგვიყვეთ. კი ბატონო. აი სოფლის მეურნეობასთან რა შეხებაში ხართ? კი ბატონო, მე ვარ ილაშვილი თამაზი, ცხოვრობ გურჯაანის რაიონს, სოფელ კარდენახში. ვარ დღესდღეობით მევენახე. მომყავს ვენახი, დიდი ფართობი არ მაქვს, მაგრამ 1 ჰექტრამდეა სავარაუდო და რა ვიცი, ვამუშავებ და თარო დავათვალიეროთ ვენახი თუ შეიძლება. ბატონო, არ არის პრობლემა. განსაკუთრებით გამოიყურება თქვენი ვენახი. აი ეს არის ჩემი ვენახი, მოვლილიც კარგად მაქვს და კარგად გილოცავ, კარგი ვენახი მაქვს მოკლედ თქვა. ეს სარგებლობ აგროსფეროს წამლებით. ხმარობ მიკალის 10 დღეში ერთხელ წამლის სრული პასუხისმგებლობით ამობ და ვენახს ვასხამს ცალი მხრიდან წამალს 10 დღეში ერთხელ. და ვენახი არის იდეალური. ვინც გინდა მოვიდეს შეამოწმოს, რომ ურის არაფერს არ ვლაპარაკო. თუ რამეს სავარაუდოდ თუ რამე მინდა პრეპარატი მინდა, შხამქიმიკატები მინდა, თუ რამე მინდა, ყველაფერი აგროსფეროს მაღაზიით ვსარგებლობ. კონკრეტულად კოტეხში რო არის ამ მაღაზიით. და კმაყოფილი ვარ ყველანაირად. ერთხელ 3-4-5 დღის წინ გადავედი აგროსფეროს მაღაზიაში, ვიყიდე კონკრეტულად მიკალი და კიდე რაღაც წამლები დავამატე. გამოსვლისას მითხეს, რომ ცოტა ხან დაიცადე, 3 ბილეთი უნდა ამოიღო. კი ბატონო, გამიხარდა, ისეც კი ვიცოდი, რომ თამაშდებოდა, მაგრამ გამინტერესდი. ამოიღეს 3 ბილეთი. ერთი გადავფრთხი კი არაფერი, მეორე გადავხარ, მესამეზე გამაჩერეს. საერთოდ როგორი ისახარო, იღბლიანი ხარ თუ არაო და მეოთხარ, იღბე რო გითხარ, ვაცოს არაფერი მითამაშია და არც მომიგი არაფერი, არც ამიგია, მაგრამ თლიანობაში ქუდბედიას მეძახიან მეთქი სოფელში ბიჭები და ყველანი. მესამე გადავფრთხე და მოვიგეს სასხლავი მაკრატელი მოკლედ რო თქვა და შესაძლოა გაგვიხარდა. კი ბატონო. მე ადრე მივიდოდი მებაღეობას, მეკიტრეობას, ეს რამდენიმე წელიწადია, სავარაუდოდ 7-8 წელიწადია დავანებე თავი და მოვბრუნდი მებაღეობას, მევენახეობას. აქამდე ჩემი მშობლები ამუშავებდნენ, უნდა ითქვას, რომ მევენახეობას და მობესტნეობას შესწირეს ჩემმა მშობლებმა თავით. ეხლა იმათ დანატოვარს მე ვაგრძელებ. ის ვაზი ძველი რაც იყო გავკაჭე, ის ძველი იმით იყო, ძველი წყობით იყო მეტრიანი პლანები დაწვრილი. მე ავაშენი ეხლა ახალი ვენახი და რო ჩამოვდივარ, ჩემი მოსავლით კმაყოფილი ვარ და ავით რაღაცა ვთქვი, საუკეთესო ვენახი მაქვს და საუკეთესო ალბათ ვინოსაც მივიღებთ. თუ არ ვწდები აქ კაცითელი მოკავთ. კი ბატონო, კაცითელი მაქვს, მაგრამ საფერავიც მაქვს, ნაღდი მამაპაპურ საფერავს ეძახიან, იჟისთან მაქვს ჩაყრილი. ორივე მაქვს რა მოკლედ რო ვთქვა, ისიც არის, ისიც არის. მაგრამ ბელიანობაში ხრი არის. ეხლა ამის მერე დავამთავრე დღეს წამალი, ჯერჯერობით 1-10 დღე არაფერი აღარ უნდა, ერთ კვირაში თავების გადაჭრას დავიწყებთ. ჯერჯერობით ეს გადაგვრჩა ამ ახლო ხნებში ეს ოპერაცია ჩასატარებელი. დეველოდებით მერე დანარჩენს. კი ბატონო. მოდით გვაქვს, გამზადებული გვაქვს ყველანაირად. გასუფთავებულია ისე რომ არაფერი შემენახს აღარ უნდა გადაწამლისა თავი გადაჭრისა. ძალიან კარგი. მოდით ახლა თქვენი მოგებული პრიზი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს და ალბათ საინტერესო იქნება მათთვის. კი ბატონო.
ხმარება კი ჯერ არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, აქ კოდები სადმე შეხვიდე, როგორ უნდა ნახო და ისწავლო ჩართვა გამორთვა. კი ბატონო, ძალიან მარტივია. გაცვთავარია, ეს არის ძალიან პროფესიონალური ხელსაწყო. მიუხედავად ფართობისა, ზოგს 1 ჰექტარი აქვს, ზოგს 30, ზოგს 100. ამ აპარატს, ამ ხელსაწყოს იძენენ ხოლმე ჩვენი მომხმარებლები, ვინც პროფესიონალურად უყურებს თავის საქმეს და თქვენც აგიხსნით ორიოდე სიტყვით როგორ უნდა გამოიყენოთ. კი ბატონო, ახლა გადმოვიღეთ და გაჩვენებთ ჩვენს პრიზს. Elenc C35 150-იანი ელემენტით. აი გრილოში მივიდეთ და ახსნით და ვნახავთ. რა არის? ყველა საინტერესებს ეს კონკრეტული აპარატი. ხო, უნდა მეკითხა ალბათ თქვენი ახლობლები დაინტერესდებოდნენ ეს როგორი პრიზი მოიგეთ. სულ ყველა მნახველები მოდიან, საიდან აღარო აინტერესებს რა არის პრიზი. ახლა არ ვიცი ჯერ წესიერად. საერთოდ აი ეს არის ეს შესანიშნავი. ეს ყოფილა ისეთი მაგალითი რომელიც რომ აფიქსირებს. თითს და არ მოგაჭრის. ხო, ესე ამბობენ და ყველა საინტერესებს, კი ბატონო, ყველა საინტერესებს բոլოდე რა მაკრატელია, ესეთი რომ თითს არ აჭრის. და ალბათ თავის მემრე ჯერჯერობით კი ვერ გავსინჯამა ახლა, მაგრამ მემრი ალბათ როცა გასხლის დრო მოვა, ალბათ კარგი იქნება საინტერესო. პირველია, ანუ ამ ხელსაწყოს პროფესიონალურობა ზუსტად ეგ არის, რომ უსაფრთხოა, ასევე ელემენტი ძალიან დიდი ხანი მუშაობს. ზუსტად ეგ მითხრეს, ალბათ გამოიყენებთ. თელი დღე კი არა, 2-3 დღეს გეყოფა ერთი დატვირთვა და დატვირთვა თუ ძალიან დაიტვირთა, ესე იგი ალბათ ესე უნდა იყოს. კი ბატონო, ალბათ დიდი ხანი იმუშავებს კიდეც. 1-4-5 საათი მაინც იყოს არიატყაზე შეერთებული და 100%-ამდე ავიყვანეთ. ეხლა ესე დავკეცამ და შევინახამ დაველოდები გვიან შემოდგომას, რომ ახალი ნასწავლი მაქვს და დიდი სიხარულით გავსხლამ ჩემს ვენახს. კიდევ ერთხელ გილოცავთ მოკლედ და წარმატებებს გისურვებთ, უხმოსავალს გისურვებთ და საუკეთესო ყურძენი და ღვინო მიგეღოთ მოკლედ წელს და ყოველთვის. მადლობელი ვარ მეც ასევე. მე ცხოვრებაში არაფერი მომიგია, ოღონდ არც მითამაშია სიმართლე გითხრა. მაგრამ ეხლა ვითამაშე და მოვიდე. ძალიან კარგი. იღბლიანი ბრძანდებით ნამდვილად. კი ბატონო. აი ესე წამლი ვენახ ცალი მხრიდან. ერთ დასხმას ერთი მხრიდან, მეორე წამლას მეორე მხრიდან. ვინც უნდა მოვიდეს და შეამოწმოს. ვენახი მაქვს ერთი მხრიდან ნაწამლი. თამაშება კვლავ გრძელდება კიდევ 2 თვის განმავლობაში. ერთი ტრაქტორი და კიდევ უამრავი პრიზი, სულ ჯამში 250-მდე პრიზი გათამაშებაშია და მობრძანდით ჩაერთეთ გათამაშებაში და აღნიშნეთ იუბილე აგროსფეროსთან ერთად.